მოგესალმებით ყველას შემოწიფასებო, მოგეკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით. როგორ ვართ ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად შემოკარგებო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, თითოეულ ადამიანს გამომწერს ჩემი არხის, YouTube-ისაც და TikTok-ისაც, იმიტომ რომ რაც მეტი ადამიანი გამოიწერს ჩემ არხს, არხის განვითარებისთვისაც კარგია და ასევე ისეთი ადამიანებიც ნახავენ, ვისაც იქნებ როგორ ჭირდება დახმარება, ხო? ამიტომ ძალიან კარგია. მოკლედ, მადლიერი ვარ ყველასი და განსაკუთრებული მადლიერება ემიგრანტებს ჩემგან. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო. გაფასებთ ყველას, მისმის ყველასი აბსოლუტურად, მაქსიმალურად ვცდილობ ყოველ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, როგორც შემიძლია ყველას გეხმარებით აქ მყოფებსაც და ემიგრაციაში მყოფებსაც. ჩემო ძვირფასებო, მოკლედ, ძალიან ბევრი ადამიანია ამ თვეში და წმენდებზე, მესამე პირის მოხსნაზე, ბლოკებზე, ჩიხებზე თავდება ივნისი. ივლისის შუა რიცხვებამდე გვაქვს დრო. მე ფიზიკურად არ ვიქნები აქ აგვისტოს დასაწყისამდე. ამიტომ რაც შეიძლება დროულად, იმიტომ რომ დრო ჭირდება, რო გონიათ, რომ აი მოიწერებიან თეკო ეს მინდა ჩამიგდებენ სურათი დაბადების წელთვე რიცხვი, ეს მესამე პირი რამ გონიათ, რომ 2 და 3 დღე აღებული საქმეებია 1 თვეა. არ არის დასრულებული 2 კვირა, იმიტომ რომ ისე არ ხდება, მეც ადამიანი ვარ ბოდიში, მაგრამ ეხა ყოველდღიურად კი, ყოველდღიურად ვცდილობ ხოლმე, რომ ყველა საქმე მოვასწრო, მაგრამ ესე მარტივი არ არის, როდესაც აღებულია 1 თვეში 8, 9 და 10 ადამიანის საქმე, რა თქმა უნდა, მინიმუმი, აი 1 თვე მაინც ჭირდება დრო, 3 კვირა. ამიტომ რაც მალე, მით უკეთესი, ხო? თორე ფიზიკურად ივლისის 5-შიც, 7-შიც რო დაიწყოთ, მე ვერ მოგისწრებთ ვერანაირად და ტყუილად არც მეც არ მოგცემთ, არც ხელს არ მოვკიდებ. ამიტომ დროულად მომწერეთ, მე მისმის, ხო? მაგრამ რო ფიქრობთ, ფიქრს მიაქვს ძალიან დიდი დრო და რეალურად არაფერი არ ხდება. ანუ, და როდესაც თქვენ მოიწერებით, სავარაუდოდ უკვე მე საქმეს ხელს ვეღარ მოვკიდებ, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ. გავდივარ ეგ-ერთი, პლუს ამას ჩემი საქმეებიც მაქვს ზაფხულში, ხო? ამიტომ ესე მარტივი არ არის. კონსულტაციები, რა თქმა უნდა, მექნება, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ყოველდღურად, ამიტომ მსგავსი საქმე რაც არის, ამ ინფორმაციის და ამ განცხადების გაკეთება მინდოდა, რაც შეიძლება მალე მოვიდეთ. ეხლა სავსე მთვარეობა და ამ ადამიანს ფიქრი გრძნობა მოქმედება. და ფიქრობ, კარგი. სავსე მთვარეობა, ხო, ვიცით როგორი სიტუაცია, ვიცით როგორ მოქმედებს ხალხზე, ჩვენზეც, მამაკაცებზეც, პარტნიორულზეც, ოჯახის წევრზე, მეგობარზე, შვილზე, ხო? ზოგადად ჯერისდაც მოქმედებს ხოლმე სავსე მთვარეობა და ეხლა განსაკუთრებით. ნახოთ, ხო? აი ამ სავსე მთვარეობას თუ რაიმე შეიცვალა, ჯერ მოდით თქვენი სიტუაცია ვნახოთ. შემდგომ ვნახოთ მისი ფიქრი. გრძნობა. გაცება არ გამიარა, მაინც ისე ვარ, მაგრამ ჩვეულებრივად ვაგრძელებ ვარჯიშს, ჩემო ძვირფასებო დარბაზში, მიუხედავად გაცებისა, მაინც დავდივარ და ვარჯიშობ, ასე რომ არ შეუშინდეთ ხოლმე გაცებას, არა წამლებს. არ ვსვავ არაფერს, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემით გამოვიდე ხოლმე, თუ რაღაც ისეთი არ გართულა, თუ არა, მერე კი ბატონო, ესე რაღაცა სცენარეულ წამლებს ვიღებ. და მისი ნაბიჯები რა იქნება. ნახოთ, ძალიან საინტერესოა. საინტერესოა დავდოთ ეს აქ, ხელი ვარ შემიშალოს და მოდი რა იგერითაც. ხარ შემიძლია, რომ 2 დასტით არ ვიმუშაო. აი საჯაროზე ხომ მაინც შემიძლია, რომ 2 დასტი არ გამოვიყენო, მაინც ვიყენებ. იმიტომ რომ ვიცი როგორ ველოდებით და ვიცი როგორ ჭირდება საჯარო კონსულტაციები და საჯარო ბაშები, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ საყვარლებო,
რამდენადაც მეტია ნახვა, მით ნაკლებია რეზონირება, ეს წოდეთ. თორე კი თხოვნითაც გიწერთ ხოლმე ვიდეოებს ყველაფერი, მაგრამ ჯობია რომ პირადი კონსულტაცია აი ვისაც ურჩიე, ზოგადად საჯაროში ვისაც ურჩიე და გამოვიდა, აი არ ვიცი რა, თვითონ როგორც ეგ სიტყვები თქვიო, ანუ იმიტომ რომ როდესაც ხედავ ასეთ ადამიანებს შვილა ჭირდებათ, ხო? მით უმეტეს ამ ყველაფერს კიდე დრო ჭირდება, 2 დღეში და 3 დღეში ადამიანის ბლოკში და ჩიხში ჩაგდება, არ ხდება დაწესდება, არ ხდება, ამას 3 კვირა 1 თვე დრო უნდა, იმიტომ რომ ეხლა მარტო თქვენ რო იყოთ სხვა არის, მაგრამ თქვენამდე სხვები არიან და შესაბამისად ყველას თავის დრო აქვს, ხო? კარგი, დავიწყოთ რა სიტუაციაში ვიმყოფებით. და უпростоრად რა სიტუაციაში იმყოფება თქვენი ურთიერთობა, ასეც ველოდი, რომ მესამე პირი იქნებოდა, აი არ ვიცი, დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ აი გრძნობდი, რომ მესამე პირთან აქ საქმე და სიტუაციები იყო, მიუხედავად კომფორტისა, მიუხედავად ნორმალური ურთიერთობისა, ნუ ზოგადად სამსახურეობრივი სფერო როგორც ჩანს, მიუხედავად ბევრი მცდელობისა და მუშაობისა, აღმოჩნდით კრიზისში, აქ მესამე პირის ჩართვა ისედაც ჩანს, რომელიც მშვენივრად გრძნობს თავს, მესამე პირი კი ბატონო, ბუმერანგიც ხდება, დაბრუნებაც ხდება, როდესაც ბლოკში და ჩხებში ვაგდებთ. მე არავინ ნახეთ, ცუდად არ გამიგოთ, არავის ცუდი არ უნდა, ყველას ყავს ოჯახი. მაგრამ როდესაც ლოცვებს ვკითხულობთ, ლოცვების დროს და დაცვის დადების დროს ბუმერანგზე ვკითხულობთ ლოცვებს, ანუ რომ ბუმერანგი და მე მესმის ხან 1 თვეში და 2 თვეში ვისაც უბრუნდებოდა ბუმერანგი, ამ ლოცვების და აი ამ ყველაფრის მერე 2-3 კვირაში იმ ადამიანებს უბრუნდებათ. ძალიან ცუდ რამეებს ვიგებ, თვითონაც მირეკავენ, რომ თეკო რომ დაურეკიათ, რომ კონსულტაცია გვინდა რაღაცა გავიგეთ, მესამე პირზე ვინც ჩავკეტეთ და ისეთი რაღაცები გავუგიათ, თვითონაც რომ შოკში არიან. არავის, ფუ ენა დამეფა. არავის არ უნდა არავისთვის ცუდი, მაგრამ ბუმერანგზე რომ ვკითხულობ, რა თქმა უნდა უბრუნდება და რა თქმა უნდა ცუდად უბრუნდება, კი ბატონო. მოკლედ, და თვითონვე იგებენ ხოლმე და შოკში არიან. და ყველაზე მთავარი თქვენ ურთიერთობა არის ორ გამყოფ გზაზე, თქვენი ურთიერთობა მიუხედავად გარკვეულწილად რაღაცა ეტაპზე, ახალი ფურცლის დაწყებიდან, ამერე ისევ დასრულებიდან, კიდე დაწყებიდან ჩავარდით კრიზისში და თქვენი ურთიერთობა დღემდე იმყოფება კრიზისში. ვერ გამოყვედით, პირდაპირ სამიანთასებმა მითხრა, ისედაც მესამე პირი ისედაც იყო მესამე პირის ჩართულობა, მაგრამ სამიანთასებმა აბსოლუტურად დამიდასტურა. კარგით ვნახოთ, აი ამ სავსებთან ყველაზე მთავარი, აი ამ დროს არის ძალიან კარგი ლოცვების დაწყება სავსე მთვარეობის დროს. ერთი ლოცვა მაინც უნდა იყოს დაწყებული, არა უშავს მერე გავაგრძელებთ, ხო? იმ ერთ ლოცვას აუცილებლად მაშინვე ვიწყებ. მიხდით, როდესაც საქმე შემოდის, მაშინვე ვიწყებ. რომ მოისწრო სავსე მთვარეობის დროს მერე, კი ბატონო, შეიძლება რამდენიმე დღიანი შუალედი მქონდეს. ლოცვებს შორის შუალედი აუცილებლად მაქვს. მოკლედ, ჩემო ძირფასებოდა მისი ფიქრი სავსე მთვარეობის დროს. რა შეიცვალა მის ტვინში, რა გადაფასდა მის ტვინში და მიუხედავად აი ამ ბარიერებისა, კი ბატონო, ძალიან დიდი ბარიერებია თქვენ შორის, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ინარჩუნებს ეს ადამიანიც ძალას და თქვენც, რომ რაღაცა არასწორი არ გააკეთოთ, რაღაცა მცდარი, ჯერ ისედაც მცდარი და არასწორი ისედაც გააკეთა ამ ბიჭმა და კაცები ვინც მიყურებთ, საპირისპიროდ მოირგეთ, ხო? იმდენად მცდარი გააკეთა და ისე გატკინა გული, სამიანი ხმალი მიხურავს ფიქრს, ნახეთ, რომ იმ ემოციებიდან, რასაც თქვენ დებდით, გულს დასულს დებდით, შეხედეთ როგორ მდგომარეობაში გადაგიყვანათ, ამოგაღებინათ ხმალი და ეხლა დღესდღეობით აღარც აიცით როგორ ხართ, როგორც არ უნდა რამე არავინ გააკეთოს, როგორც არ უნდა ესეთ გადაყვეთ, მაინც თქვენი ტვინი მუშაობს ეხლა და არა გული, კი ბატონო, სწორია, ზუსტად მუშაობთ, მაგრამ სამწუხაროდ აი რა მომენტი არის, იცით, მე მესმის თქვენი, მაგრამ
მე აი ზუსტად გრძნობ როგორ და რა დონეზე გინდათ რომ აი როდესაც ეს ადამიანი გირეკავთ ან შეხვედრას გეუბნებათ ან რაღაც სიტუაციას და რო გვინდა რომ აი გავიქცეთ და ჩავიხუტოთ, მაგრამ არა აი ეს გახსენდებათ რა გაგატარათ, აი სიტუაცია გახსენდებათ რა გაგატარათ, როგორ გატკინათ და აი ეს ბარიერები, რომელიც თქვენ შორის დგას, ძალიან ძლიერი ხართ, სხვა შორის ისიც ძლიერი პიროვნება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აი ის უფრო სხვა შორის ვერ ერევა შეიძლება ვთქვათ თავს, თქვენ უფრო ერევით, თქვენ უფრო გონებას rdavთ, მაგრამ მესამე პირი, აი არ ვიცი, იცით ზოგს რა გაქვთ ნათქვამი, აი როგორი ენერგია მომდის, რომ მეორე მე არასდროს ვიქნები. აი ხო ხვდებით და იმედენად გონება, აი მე ვარ ესე, გონება იმდენად წინ მოდის ხოლმე ჩემი, რომ რაც არ უნდა მერე ხო აი არ ვიცი და სიტყვებიც ყოფილა, ზედგადაყოლაც ყოფილა, საჩუქარზე ყოფილა, არ გაჩერებულა, აი არ ვიცი, ისეთი რაღაცები გამოუგზავნია, მაგრამ როდესაც ჩემთვის ღალატი იყო, მე აღარც იმის საჩუქარი მინდოდა, აღარც იმის ზედგადაყოლა მინდოდა. კი ბატონო, მასაც დაშორდა, მაგრამ მე აღარ მინდოდა. მე ესეთი ადამიანი ვარ. ანუ ყველა ვართ ინდივიდუალურები. ამიტომ ჩემ სიტუაციას ნუ შედარებთ თქვენ. უბრალოდ ჩემი შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, აი, რჩევათ ზოგადად რა. მაგრამ როდესაც ხედავთ რომ ადამიანისთვის არ ვიცი, აი პირველი ხართ და კი ბატონო, ვიყავი პირველი, მაგრამ მოხდა ერთი შეცდომის დაშვების გამო, რომელიც დავასრულებ მე დავასრულებ, მას არ დაუსრულებია. ამიტომ ნახეთ რის თქვა მინდა, ყველა სიტუაცია არის სხვადასხვა. ამიტომ არასოდეს არ თქვათ რომ იმას რომ ესე არა, ნუ ვადარებთ, ძალიან გთხოვთ. და აი ყველაზე მეტად ეს არ მიყვარს. შენ ხარ, შენ ის არის ის, მე ვარ მე. ამიტომ ყველა ვართ ინდივიდუალურები, თუ ვინმეს გიღირთ ბრძოლა აი ამ მესამე პირთან, კი ბატონო. გადმოგზანდით, არ მეზარება დავიწყოთ, ნახოთ რა სიტუაცია შევხედოთ ჯერ კონსულტაციაში და იმის მიხედვით რამდენად გვიღირთ ბრძოლები. მაგრამ ეხლა ნახეთ, იმიტომ რომ ნახეთ ფიქში, კი ბატონო, ამასაც გული აქვს ნატკენი. თქვენც რაღაცა უთხარით უხეშად, თქვენც რაღაცა არასწორი, ნუ აი მოკლედ რო ვიჩხუბებთ და ერთმანეთს რომ მივახლით, რასაც ფიქრობთ. აი ესეთ სიტუაცია, მაგრამ ფიქში ვერ მოგატყუებთ რომ არ ფიქრობს, იმ ხელა ემოცია აქვს თასების ტუზით ამ ადამიანს. ვერ მოგატყუებთ რომ არ აქვს ემოცია. ამიტომ აქ რაღაც სიტუაციების ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება, ნახოთ ბარიერებს როგორ გადალახავთ, გრძნობებში ვნახოთ, იმიტომ რომ სავსე მთვარეობის დროს ადამიანის ტვინი გონება შეგრძნებები იცვლება. ამიტომ მაინტერესებდა კი რამდენიმე დღე ვიდეო არ ჩამწერია. ეხლა ვნახოთ გრძნობები. ეჭვიც არ მეპარებოდა, ნახეთ. და რამ გამაცია ამ ზაფხულში, მაგრამ აი დაბანილი მერე კონდიციონერი და აი ნახეთ იმპერატრიცა ხართ ჩემო ძვირფასებო. იმპერატრიცა ხართ გრძნობებში. აქ უდაოა. კი ბატონო, გრძნობები არის, მაგრამ შიშებმა აი ბარიერებზე რასაც საუბრობთ, შიშებზე რასაც საუბრობთ, არ არის გამორიცხული მესამე პირისგან, არ არის გამორიცხული ზოგადად ოჯახის წევრისგან, არ არის გამორიცხული, აი როგორ გითხრათ, აი თქვენ თქვათ დაშორებული მეუღლეს, თქვენ შვილებით რამე ის უცოლო, აი ხო ხდებით დაახლოებით ბარიერებს გეუბნებით თქვენ შორის რაც არის და სამწუხაროდ გადავედით ემოციები აღარ გვაქვს, აი იმ ეტაპზე ვართ გადასულები გრძნობებში, რომ აი აღარაფერი რო აღარ გვინდა ემოციურად განულებულები რო ვართ, რაც ძალიან ცუდია. 2 გასტის 2-4-იანი თასი. აღარ უნდა არაფერი. ძალიან არის განაწყენებული ესეც და თქვენც. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეხა ეს არის საჯარო, ჩემოსაყვარლებო და ეხა რა თქმა უნდა ჯობია პირადში იქნება, სულ სხვა რაღაც ხდება. ამითი დასკვნა არასდროს არ გამოიტანოთ. თუ გრძნობთ, რომ თქვენი ვარიანტია, კი ბატონო, მაშინ აუცილებლად უნდა გადმოხვიდეთ ჩემთან პირადში, იმიტომ რომ ეს უნდა პირადში განვიხილოთ, რაღაცა თუ ემთხვევა, რაღაცა არ ემთხვევა. ამიტომ მიუხედავად ამ ყველაფრისა და მიუხედავად აი ამ სიტუაციების და გრძნობებთან დაკავშირებით, ეხა გრძნობებთან როგორ არის განაწყენებული, თქვენც განაწყენებული ხართ და ისიც გული გაქვთ ნატკენი, ძალიან ნატკინეთ ერთმანეთს გული, მაგრამ მაინც ორიან თასებს ინარჩუნებს ადამიანი. მაინც ორიან თასებს ინარჩუნებს, მაინც რაღაცა, აი რა არ უნდა იცით, რომ დაირღო ეს ბალანსი და რა არ უნდა იცით, რომ დაირღო ეს აი არაადეკვატური სიტყვები რო არ ვაკეთოთ, იქამდე რო არ მივიდეთ და მაქსიმალურად რო ვცდილობთ, რომ ერთმანეთს აი როგორ თქვა,
წყნარად მშვიდად მიუხედავად იმ ხოცვა-ჟლეტვისა, მაინც თითქოს რომ არ უნდა ბოლომდე, ბოლო იმედი რა ხო ხდებით და ბოლო იმედი რა უნდა გადაიწუროს, რომ ისიც ალბათ რომ ის სიტყვაც რო უთხრაო, სულ დავკარგავ. აი, დაახლოებით აი ეს ენერგიები მომდის. ნახოთ. ქმედებაში და ნაბიჯებში რა იქნება ამ ადამიანს. აი, თავიდან ხო დავიწყე. თავიდან ხო გითხარით. რა გითხარით, აბა? სამიანი თასებით ვინ არის მესამე პირი? აი, ერთ-ერთში მესამე პირთან ბრძოლობთ და ზოგმა საერთოდ არიცით, რომ მესამე პირი გყავთ. აი, მარტო ამიტომ უნდა გააკეთოთ პირადი კონსულტაცია, რომ გაიგოთ ვისთან გიწევთ ბრძოლა ჩემო ძვირფასებო და პირდაპირ გეუბნებით კრუგზე ივლით კიდე და რეაგირება, რეზონირება არ იქნება, ისე კრუგზე ივლით. თუ სასწრაფოდ რაღაცა არ მოვიმოქმედეთ, პირდაპირ გეუბნებით. რაღაცა ეხლა გაგიხარდეთ, რაღაცა ეხლა მოიცადეთ ჯერ კაცო, ჩემი გეგმა მაქვს, იქ წავიდე, მაგრამ ხელიდან რო გეცლებათ ყველაფერი, მერე უკვე გვიანია. აი მქონდა ეხლა იმ დღეს შემთხვევა, ამ გოგომ ყველაფერი გავაკეთე, ეს გავაკეთე, ის გავაკეთე რაღაც, მაგრამ ხელი აღარ მოვკიდე, იმიტომ რომ ჯერ ის რო არასწორად იყო გაკეთებული, მერე ის რო დაცვა საერთოდ არ იყო გაკეთებული და მესამე ის რო და მესამე პირი არ იყო დაბლოკილი და მესამე ის რო უკვე ემოციები აღარ ქონდა ამ კაცს ამ ქალის მიმართ და უკვე სულიერი დაშორება იყო, შესაბამისად აქ ხელის მოკიდებას აღარ ქონდა საქმეს და უკან გადაურიცხე თავისი გადმორიცხული თანხა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, რატო ვიძახი? ისევ თქვენთვის ვიძახით, რომ აგე მე ნეტა ეს მომასწრებინა რაც დავიწყე. ამიტომ და პლუს ამას კონსულტაციები, პლუს ჩემი სამსახური და მოკლედ. ანუ ნახეთ, თუ იცით, რომ ეს პრობლემაა. ჯერ ამაში თანხებს რო გადახედოთ, რამხელა თანხებზეა ლაპარაკი, ჩემთან ის არის მიზერული, აი ამ ყველაფერზე ხოლმე, არ ვიცი და პლუს ამას თანხა შუაზეც ყოფ. ანუ იმდენად მიზერულია თანხა და 3000-ზე, 4000-ზე, 4000-ზე ლაპარაკი ზოგან. ამიტომ არ არის ჩემთან ის რაღაცა, ასე ვთქვათ, მოხეული თანხები და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველას დავეხმარო და რაც დროულად დაიწყებთ, მით უკეთესი. პირდაპირ მიზის ქურუმი, რადგინად, რომელ ნაბიჯებზეა ლაპარაკი, აი შეხედე. ნაბიჯები და ქმედება, არაფერი არ იქნება, ქურუმი გყავთ. მეტოქე გყავთ ქურუმი. იმპერატრიცა და მეტოქე ორი ერთმანეთს დაუპირისპირდა. აქ თქვენ ეხუმრებით მდგომარეობიდან გამოსვლას? აქ იმხელა ბრძოლებზეა საუბარი, პლუს ამას ამ კაცეს გონება ჩაერთო, გაბრაზებულია, იქ გული ატკინეთ ერთმანეთს და საერთოდ გადავიდა, თავისთვის არის. შესაბამისად ამ დროს, როდესაც კაცი განმარტოვდება და თავისთვის არის, ვინ უდგას გვერდში ქურუმი, ანუ მესამე პირი უდგას ეხა ამ წუთას გვერდში. პირდაპირ გეუბნებით. მაგრამ არ ნიშნავს, აი უთქვამთ, რომ აი მეტი რა გავაკეთო, ბრძოლობ, ვწერ, სამსახურთან ხვდები, ეგ არ არის ბრძოლა. რა სამსახურთან დახვედრა და რა წერა, მაგით ადამიანს აღიზიანებთ. მე რო არ მინდა გაბრაზებული რო ვარ და სამსახურთან რომ ხვდებოდა, მქონდა იქ შემთხვევაც. დედას გეფიცები, აი მართლა მცირედი მაკლდა, რომ რავი, რამე რო ხელში მჭერო და არ ვიცი რა იქნებოდა. მაგ დროს ადამიანს აღიზიანებთ. მესიჯებითაც აღიზიანებთ, რატო ვიძახი? სხვანაირად ბრძოლობთ და ვართ გაჩუმებულები. ანუ არა რა, აზრი არ აქვს, მიხვდით? პლუს ამას მეტოქე გყავთ ქურუმი, არ არსებობს. აქ ძალიან რთული სიტუაცია, ჩემო ძვირფასებო, მე არ ველოდი, მის უმეტეს სავსე მთვარეობის დროს. აქ არ იქნება ქმედება. აქ ადამიანი თავისთვის, აბსოლუტურად თავის თავში ჩაიკეტა, ის ქურუმი როგორ ჩანს თან გვერდშიც უდგას და რა ვიცი. რო გითხარ, ძალიან ცუდად არის მოვიტყუები. მაგრამ მე რას ვიძახი ხოლმე, ზედმეტად ნუებლანდებით ფეხებში და თვალებში სოციალურ ქსელში. თუნდაც TikTok-ზე, თუნდაც Facebook-ზე, ნუდებთ, რაღაცა გამომწვევ რაღაცებს, ნუდებთ, კაცო, დადეთ თქვენი ფოტო, კი ბატონო, დადეთ თქვენი ვიდეო, მაგრამ აი გამომწვევი, რომ ადამიანი გამოიწვიეთ, აზრი არ აქვს, უარეს საკეთებთ, სულ რომ გაიხადოთ და შიშველმა დაუდოთ ფოტო, რეაგირება არ ექნება. იმიტომ რომ მას ინტერესს აკარგინებთ, ჩემო ძვირფასო ამქცევით. არ ვიცი თქვენი ნება, თქვენ ადგილას აი დასრულდებოდა თუ არა გაშლა, ეგრევე გინდათ სხვას მიწერეთ, არ არის პრობლემა, ყოველ შემთხვევაში პირად კონსულტაციაში გადახვიდოდით.
და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ პირველ რიგში ჩაკეტვა, ჯერ რა თქმა უნდა სიტუაცია ვნახო, იქნება საერთოდ არ უნდა ჩავკეტო და ეს ადამიანი და ეს მამაკაცი ერთნი არიან, ჩვენ ხო არ ვიცით, იქნება სულ არ არის თქვენი. ამიტომ ჯერ ესეც უნდა ინახოს. არ ვიცი. დიდად არ ვარ კმაყოფილი, რა თქმა უნდა, ვერც ვიქნები, გადმოგზავნით პირადში, გავარკვიოთ, ვნახოთ, მე სხვანაირი პასუხი აქ არ მაქვს. არ არის ახარბიელო სიტუაცია და ვერც ვერაფერს გეუბნებით დამაიმედებელს, რა ვქნა. მოკლედ, YouTube-ზე ვიდეოს ბოლოში დევს ჩემი ნომერი, გადმოგზავნებით WhatsApp Viber-ზე, TikTok-ზე პირადში მწერთ და მე თვითონ გავადებთ. ეს იყო დღევანდელი გაშლა, ჩემო ძვირფასებო, ეხლა დაგემშვიდობებით დროებით.